დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლოესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ. მიმდინარე მოვლენების ფარგლებში კი მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს. არც რაც შეეხება ქართული ხალხის ხმას, ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი იყოს იმ 1,107,000 ამორჩეულს დავაყენებდით ქალბატონ კოს სახთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართული ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან. ეს ძალიან ძიმე ყოფილა საერთო ჯამში ეს ვითარება მაშინ. ეს ერთი. მეორე, დღემდე ქალბატონ კოს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. საგარეო მინისტრები ბუნებრივია იმჟამს ყველა იმ მოვლენაზე, რაც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უაღრესად სამწუხარო მომენტი, როდესაც ევროპული კავშირის საგარეო მინისტრები მსჯელობენ არა იმაზე, თუ როგორ მისცენ საქართველოს შემდგომი პერსპექტივა, როგორ გააღრმავონ ურთიერთობები ჩვენ სახელმწიფოსთან, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური კუთხით, არამედ მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაჩერდეს ყველა ტიპის თანამშრომლობა ქართულ სახელმწიფოსთან, რადგანაც რეჟიმი არის დაპატრონებული სახელმწიფოს და ნაციონალ დემოკრატიული მთავრობისა, რეალურად დღეს ამ სახელმწიფოს დე-ფაქტო რეჟიმში მართავს ტერორისტული კრიმინალური ბანდ ფორმირებას სახელად ქართული ოცნება. არის იგივე, რაც ზოგადად რაც არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა ხაზგასმულად, რომ ეს არ იყო არანაირი არჩევნები. ჩავეველით იმას, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები იქნება მკაცრი და რაც ყველაზე მთავარია, იქნება ქმედებები კიდევ უფრო მკაცრი მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იყოს მიზნობრივი და გულისხმობდეს კონკრეტული მაღალჩინოსნების, არა მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერების ბიძინა ივანიშვილის და მისი მონების, არამედ თითოეული იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელიც წარმოადგენს sure goals ქართული ოცნებისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ელჩის შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გასაწვევად. ოპოზიციის თქმით, ქართული ოცნება საქართველოს დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში აქცევს. მართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებდა. სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. რაც სამწუხარო არის, ხედავდით მისის მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი, 30 წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა სამწუხაროდ გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. ელჩის საკონსულტაციო გაწვევა არის ყველაზე მკაფიო დასტური და ძალიან სამწუხარო დასტური იმისა, რომ გერმანია პრაქტიკულად არის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის ფაზაში, რაც არის საქართველოს დე-ფაქტო რეჟიმის აი ტერორისტული დაჯგუფების სახელად ქართული ოცნება ქმედებების პირდაპირ დამსახურება. მათ შეძლეს შეუძლებელი და საქართველოს გერმანიის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიეს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, რაც ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე. ხედავთ ანტიევროპული პროპაგანდის კიდევ უფრო დამძიმებას. პირდაპირ თავდასხმებს პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებზე. ის, რასაც ოცნების რეჟიმი გერმანიის ელჩის და გერმანიის წინააღმდეგ ჩადის,
მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებად შეიძლება შეფასდეს. ელჩზე ეს მიზანმიმართული თავდასხმა და აგრესია, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია, აღრმავებს ამ ქვეყნის საქართველოს თვითიზოლაციას და საქართველოს აკარგინებს საერთაშორისო პარტნიორებს და ტოვებს მტრის რუსეთის ამარა. თავდასხმის ობიექტი ყოფილა ევროკავშირის ელჩიც და ზოგადად ყველა ევროპული ქვეყნის ელჩი ამ ქვეყანაში ნათლად მიუთითებს იმ გზას, რომელიც 13 წლის განმავლობაში არჩეული აქვს ქართულ ოცნებას. ეს არის საქართველოს იზოლაცია, ეს არის საქართველოს ევროპული კურსის ისე დაზიანება, რომ მას პერსპექტივა არ ჰქონდეს. პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. კერძოდ პარლამენტში პარტია გახარია საქართველოსთვის 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შევა. პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით რთულ პერიოდში არ მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. მართველი გუნდის განმარტებით, პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა თუ მათ ამჟამინდელი პარტიების გაცდენის შეწყვეტა სურთ, ეს პარტიის გადასაწყვეტია. ბუნებრივია ეს არის ბატონი გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო თავიდანვე განსხვავებული, ჩვენ ჩავხსეთ მანდატები, დავტოვეთ საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად ეს საკითხი არის ამოწურული ჩვენთვის, ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ ქონია და არ გვექრება. რაც შეეხება მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ინტერესები იქნას დაცული და წარმოდგენილი ადგილობრივ დონეზე, მაგრამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიას და რომელიც არის არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანო, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს. პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. დროა ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით უპასუხოთ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით რა არის გახარიას მთავარი მიზანი. შესაბამისად, მათი ეს мотиваციაც გასაგებია, თუმცა ეს მე ვფიქრობ, რომ გახარიას ამორჩევლისთვის იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასევე იყოს ნაწილი ქართულ ოცნებასთან ვაჭრობის. პარლამენტში შესვლა მათი მხრიდან თუ ეს დადასტურდება, მაშინ ნიშნავს იმას, რომ გახარიას აქვს ქონდა უკვე მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასთან, რა იყო ეს შეთანხმება, საბოლოოდ რის ფასად აკეთებს ამას გახარია, ეს ძალიან ცოტა ხანში გამოჩნდება. გახარიას პარტიასაც შეეხება მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსვლას რაც შეეხება შემოსულები არიან 12 წევრი, ასე ვთქვათ, დღეს პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ ისინი აცდენენ საპარლამენტო სხდომებს, ასე რომ ეს ამ გაცდენებს თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია. თუმცა საინტერესო იქნება, ვფიქრობ, მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მზადაა და მისი საბოლოო დამუშავება მიმდინარეობს. მისივე თქმით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებები არ არიან ოპონენტები და მსგავსი დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. მისივე თქმით, მართველი გუნდის მთავარი მიზანია, რომ დემოკრატიის მტრების ადგილი არ იყოს პოლიტიკურ პროცესში. ოპოზიცია კი თვლის, რომ ქართული ოცნება მსგავსი ქმედებებით საკუთარ რეპუტაციას უთხრის ძირს.
პარლამენტში მუშაობთ ამ საკითხზე, სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დაფუძნება. ექსტრემისტული დაჯგუფებები არ არიან ოპონენტები, ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. კიდევ ერთხელ არავის არ უნდა კონდეს დემოკრატიის მტრებს არ უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. მოძრაობა მithქვამს და გავიმეორებ, რომ არ არის რაღაც ერთი ფარატი და ქაღალდიან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, ნაციონალური მოძრაობა არის ფასეულობები და ღირებულებები და ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრის მთელი мотиваცია არის ის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ქვეყნის გარეთ ჩვენ ვაპირებთ ცხადია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოთ და გავასაჩივროთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რა თქმა უნდა, დამატებით გამოწვევებს გააჩენს თვითონ ამ პოლიტიკური პარტიებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ვერ შეაფერხებს ვერცერთი ადამიანის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხელაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების სახლებისა და პირადი ჩხრეკები ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. კერძოდ ამოღებულია 7 მილიონზე მეტი დოლარი, 126,000 ლარი და 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა. ამ ეტაპზე უცნობია თუ სად იმყოფება ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე უცნობია ინფორმაცია მის დაკავებასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, მძიმეა ამის ასეთი სურათების ნახვა, როგორც წინა შემთხვევებში იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა. რა თქმა უნდა, მძიმე არის, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ პროკურატურამ დროულად ყველაფერი გამოიძიოს, ყველა კითხვას გაეცნოს.